და ჩვენი მეორე სტუმარი ამავე თემაზე ფონდ ღია საზოგადოების წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძეა. საღამოშიდობისა ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი, არის თუ არა პარლამენტი მზად რომ გასაღები გამოიტანოს სუსიდან და შექმნას დამოუკიდებელი სააგენტო? ეს არის ჩემი პირველი კითხვა, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ უკვე მამუკა მდინარაძის პოზიცია. მართლ გუნდში ამბობენ გარკვეულწილად გეთანხმებიან თქვენ, თუმცა ამბობენ რომ ეს არის ძნელად მიღწევადი. თქვენი პოზიცია როგორია? მოგესალმებით, დიდი მადლობა როგორც შესაძლოა ჩვენი პოზიციას წარმოვადგინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი იყო, რომ გვემრჩელა კონკრეტულ საკითხების შესახებ. ჩვენ მივაწოდეთ მათ ინფორმაცია იმ მოდელის შესახებ, რომელიც შევიმუშავეთ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. ჩვენ პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამ საკითხს და ჩვენ არ მხოლოდ გაუქმება შევთავაზეთ ამ შემთხვევაში და გაუქმება მოვახდინეთ ამ კანონის, არამედ ასევე ჩვენი მოდელით შევთავაზეთ. რატო ვთვლით, რომ ჩვენი მოდელი საუკეთესოა? დღეს ჩვენ არ ქონია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით და ამ არ მიგვიღია უარყოფითი პოზიცია. ჩვენ არ ქონია განცდა იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ მოდელს უარყოფითად ახასიათებთ. დღევანდელ მსჯელობის ფარგლებში გაიმართა მხოლოდ კითხვა-პასუხი ჩვენ მოდელთან დაკავშირებით. გარკვეულ სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, რა ტექნიკური საკითხებია და ამით არ შეგაწყეთ. დღეს გქონდა შესაძლებლობა ჩვენ გვეპასუხა ყველა იმ კრიტიკული შეკითხვების შესახებ, რომელსაც ბატონი მამუკა საუბრობდა და რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერი იურის გააჩნდეს კონკრეტულად ახალი ინსტიტუტის მიმართ. ჩვენ მიზანი არის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ დღეს არსებული სისტემა რაც არის, არც ერთ შემთხვევაში ეს ვერ უზრუნველყოფს ვერც გამჭვირვალობის, ვერც ამ შემთხვევაში პირადი ცხოვრების დაცვის გარანტიებს და ყველა შემთხვევაში არაკონსტიტუციურია. ბატონმა მამუკამ ახსენა, რომ პერსონალურ მომცემთა დაცვის ინსპექტორი დღესდღეობით არსებობს. დიახ, არსებობს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ გითხრა, რომ ამ ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კონტროლი არ არის საკმარისი. ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ვერანაირად იმას, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება არ იყოს რამდენაირად, ესე ვთქვათ, უკანონო შეზღუდვის მსხვერპლი. თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ პერსონალურ მომცემთა დაცვის ინსპექტორთან ერთად გავსდით საპარლამენტო კონტროლს, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოგცემს ვერანაირად ბოლომდე კარგ შედეგს. კარგი შედეგი კი იქნება მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებისგან და საგამოძიებო ორგანოებისგან სრულიად დისტანცირებული უწყება შეიქმნება, რომელსაც თუმცა მართველი გუნდი არ ეთანხმება როგორც ჩანს ამ თქვენს ინიციატივას. კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენ შემდეგ კვირას შევთანხმდით, რომ გვექნება შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდგომ გვეცოდინება მათი პოზიცია ზუსტად ჩვენ მოდელთან დაკავშირებით. მათაც უნდა წარმოადგინონ გარკვეული პოზიციები და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება საშუალება სრულყოფილად ბატონო გიორგი, თუ არ დათანხმდა დავუშვათ მართველი გუნდი თქვენს ინიციატივას, რა კომპრომისზე შეიძლება სამოქალაქო სექტორი ამ შემთხვევაში წავიდეს? კომპრომისული ვერსია ამ მოდელს სამწუხაროდ არ აქვს. ჩვენი გადაწყვეტილება იმიტომ იყო, რომ ამ შემთხვევაში შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომ ამას სხვა სამწუხაროდ ალტერნატივა არ რჩება. მსოფლიო მასშტაბით რო შეხედოთ ყველანაირ მოდელებს, არსებობს ერთი შემთხვევა, როცა მობილურ ოპერატორებთან არის გასაღები და ამაზე ჩვენი ხელისუფლებას აბსოლუტური, ესე ვთქვათ, უარი აქვს. მეორე შემთხვევა არის, როცა ეს კონკრეტულ საგამოძიებო უწყებებს, როგორც ეს ჩვენთან არის და მესამეა დამოუკიდებელი უწყებები. ამ შემთხვევაში პირველ შემთხვევაში თუ უარია პოლიტიკური ძალის მხრიდან, მეორე არაკონსტიტუციურია, უკვე მესამე რჩება. თუ ამ შემთხვევაში ამ მოდელის გაზიარება არ იქნება, არ მოხდება მართველი ძალის მიერ, ავტომატურად მივიღებთ ამ შემთხვევაში ისეთ რეგულირებას, რომელსაც დიდი ალბათობით ექნება არაკონსტიტუციური. არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდეს, რა ბრალდებასაც წინა ხელისუფლებას უყენებდნენ, დაუშვათ უკანონო მიყურადდება იგივე თვალთვალი და მოსმენები. თუ ყველაფერი ისე დარჩა და რაღაც გარკვეულ კომპრომისზე დაუშვათ კომისია, სპეციალური კომისია ვერ შეთანხმდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ ეგ არის. ჩვენი მიზანი არის, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება თუ ნებისმიერი სხვა მომავალში, მექანიზმი უნდა კონდეს ისეთი, რომელიც დააზღავს იმას, რომ პოლიტიკურ ძალაუფლებას, პოლიტიკოსებს და შესაბამისად უსაფრთხოების თანამშრომლებს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ მოახდინონ და შეაგროვონ ინფორმაციას. სწორედ ეს გვინდა ჩვენ და სწორედ ის გვინდა, რომ ინსტიტუციური მოდელი გქონდეს. ჩვენ არ გვინდა ისეთი მდგომარეობა, რომ როდესაც პოლიტიკური ძალა გვეტყვის იმას, რომ მე არ ვახდენ მიყურადებას. არც ერთი ხელისუფლება არასდროს არ აღიარებს იმას, რომ მან შეიძლება განახორციელოს მიყურადება და ლოგიკურადაც არის ეს. დავფიქრეთ, ვინ იტყვის, რომ მე ამ შემთხვევაში კანონს ვარღვევ. არამც, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა გქონდეს გამართული სისტემა. ისეთი გამართული სისტემა, სადაც როგორი ხელისუფალიც არ უნდა მოვიდეს, კარგი თუ ცუდი, მას არ ექნება ფიზიკურად შესაძლებლობა, რომ ჩაიგინოს უკანონო ქმედება და თუ ის ჩაიდენს, ამის გამოვლენის კარგი საშუალებები იყოს. აი, ამის ადვოკატირებას ვეწევით ჩვენ და ამიტომ მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი უწყება არის პანაცეა და გამოსავალი აქედან. ძალიან დიდი მადლობა. ფონდ ღია საზოგადოების წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში და